რეკლამა დასრულებულია, ვაგრძელებ დისკუსიას. შენ და ამ პოლიტიკის გაგრძელება, რა თქმა უნდა, 17 მაისი რომ იქ დავკვირდა 17 მაისი არის მსოფლიო LGBT-ს დღე. და სწორედ ამ დღეს ჩვენი ბრძენი პატრიარქმა დაარსა ქართული ოჯახის სიზმრის დღე და ანალოგიური სხვა განახორციელა ტრამპმა. ეთყობა იქაც რა თქმა უნდა, ეთყობა კი არა ზუსტად ვიცით რომ იუჭებთ უკვე, იმიტომ რომ რაღაც შემადუღებები უნდა დაცემენტდეს რაღაცა, უნდა რაღაცა დუღაბი უნდა იყოს, რომ რაღაცნაირად აი საზოგადოება არ აირიოს, არ აიშალოს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ერთ-ერთი დამაკავშირებელი წვენა იყო ამერიკელებისთვის ყოველთვის ეგ თანამედროვე დრომდე. ეხლა ჩვენ საქართველოს რომ მივხედოთ, ჩვენ აქ რა თქმა უნდა გვაქვს გამოწვევები, ეს ომი უკრაინა რუსეთის ომი უნდა დასრულდეს. ეხლა არ ვიცი, ამ ბოლოს ადენებ თვალს ერთი პრობლემა დარჩა, მთავარი პრობლემა, დატოვებენ თუ არა დონეცკს უკრაინელები. და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ზელენსკის ეს არ უნდა, იმიტომ რომ ეგრევე შეჭამენ, კი არ მოკლავენ. ალბათ შეჭამენ, მაგრამ ამერიკელები აწვევიან. აი ამ ომის დასრულების შემდეგ შეიძლება ცოტა მეტნაკლებად ამოვისურვოთ, მაგრამ ესეც არ ვიცით როგორ იქნება და რა. რაც შეეხება საქართველოს. საქართველოში მეგობრებო, მე ახლა მაგალითად ვხედავ ტენდენციას, რომ პოლიტიკიდან ნელ-ნელა გადიან ადამიანები, ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერი. მაგალითად ჩვენ ვერ ხედავთ ლელოს დაფუძნებლებს, ბანკირებს. ვერ ხედავთ, ხო? სად არიან? არ არიან, არ ჩანან. ვიღაცამ თქვა რომ ევროპაში წავიდნენ. ხო, მოდი ესე ვთქვათ რა. ანუ შესაბამისად ჩვენ აქ ძალიან დიდი იმედგაცრუებების კასკადს ვხედავთ. და კარგია რომ ხელისუფლებამ მათ, ვისაც იმედი არ გაუცრუვდათ ოღონდ ზადარიან ჩაერთონ ოპონირებაში, აი მაგალითად კანონს რო ვიღებთ ახლა რომ თუ შენ არ აღიარებს საკონსტიტუციო წყობას და მოწოდებებს ახორციელებ მისი დაშლის გამო, შენ პასუხისმგებლობა გეკისრება. ჯერ არ არის გასაზრდილი როგორი პასუხისმგებლობა, მაგრამ აი ესეც გარკვეული მითითება, მიმართულების მიცემა, რომ ადამიანები, რომლებიც დებატებზე დაждდებიან, რომლებიც აღიარებენ ხელისუფლებას, თუმცა ებრძვიან მას კონსტიტუციური მეთოდებით, ეს ახალი, ასე ვთქვათ, ოპოზიციის, ახალი რაღაც ოპოზიციის ნიშნების გაჩენას ითვალისწინებს. აი პერსპექტივაზე მოკლედ ვილაპარაკოთ 10 წუთი დაგვრჩა სულ და თხოვთ ასე თქვით. ჩემი აზრით შალვა პერსპექტივები აქვთ ქართულ ოპოზიციონერებს, მთავარია გამოიყენონ და იცი რა არის, ნახე როგორ არის ქართულმა სახელმწიფომ ბოლო 5 წელიწადში გადადგა ფენომენალური ნაბიჯი რა. მას აღარ ეშინია რას ფიქრებენ მასზე, რაღაცა ჯუჯა ბალტიისპირული სახელმწიფოები რა. ანუ ჩვენ არა მარტო უფრო დიდი ქვეყანა. ხო, მაგრამ ნუ დიდრად ისინი იყვნენ ხოლმე ჩვენზე აღრენილები და ჩვენი პოლიტიკა იყო იმაზე აგებული, რომ არ იქა ვიღაცა გიჟიმანტასმა რამე არ. გითხეს კიდე რატომაც, იმიტომ რომ ჯობია თქვენთან იომონ, ვიდრე ჩვენთან. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ახსნეს ლოგიკა. ეს არის, მოდი ახლა ჩვენ შევადაროთ რა ქართულმა სახელმწიფომ წავიდა ნაბიჯზე, რომელთაც ის დაუპირისპირდა სერიოზულ ევროპულ სახელმწიფოებსაც, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც მომენტში ევროპის წამოვარდნილი სახელმწიფოების თავარი საუბრის თემა იყო საქართველოში ახდებოდა მეტიც ამერიკის მთავრობის და ანუ საქართველოს სახლებში გამოდიოდნენ ყოველდღე ჩვენს ლაბორატორიაში. საქართველოს ამ პატარა სახელმწიფომ შეძლო და იმის გაუცვა საერთო ინტერესები წავიდა ამ მსგავს ნაბიჯზე. ეხლა ჩვენ შევხედოთ ქართულ ოპოზიციას იცი რა აქვს პრობლემა? გიჟების ეშინია. სერიოზულად მეორეჯერ ამბობთ. ანუ არა, იმიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს არის ქართულ ოპოზიციის როლს ეშინია. ნუ გიჟები არიან თავად. ხო. არა თუ დათო სახელმწიფო ანდო რომ მე ვიღაცა დიდ ქვეყანის არ შეეშინდეს და ამ შეესახლესების ეშინია. არა, იმიტომ რომ რა უნდა პოლიტიკაში საერთოდ მართლა, ანუ ეს სერიოზული პრობლემაა. ამ ბაბლმა მოახერხა ქართულ პოლიტიკოსების ძალიან სერიოზული ნაწილს ჩამოუყურდა და რაღაცნაირ არაფორმალურ სწორი დაგვირება გთხოვთ. არის ეგეთი მომენტი, რომ გააჩნია ვიზე მუშაობ, როდესაც პოლიტიკური პარტია ხარ, ხო? თუ მუშაობ ვიღაცა ისეთ ოდიოზურ ტიპზე, რომელიც მარგინალია, შენ შეიძლება მოიზიდო ერთი ესეთი ადამიანი, მაგრამ დაკარგო 20 ამომრჩეველი. სააკაშვილზე თუ მუშაობ მაგალითად. ხო, ანუ ეს არის ისეთი ლოგიკა, რომ მყარი ლოგიკაა რა. ოპოზიცია უნდა მიხვდეს და ეგ ჩანს, რომ არ არის არ არსებობს ესეთი სისტემა დღეს საქართველოში, რომელიც, რა ვიცი, თუ სწორი პოლიტიკა ქონდეს, სტრატეგია და ასე შემდეგ, არჩევნებით არ შეცვალო. ანუ არჩევნები არის საშუალება, ეგ ეს ვერც ერთმა იმის მიუხედავად რომ საუბრებელი იყო, გაყალბებას იყო, ვერ დაამტკიცეს ეს. ანუ იმის თქმა მინდა რომ
თუ კი რაღაც წინ ვარდების რევოლუცია და ასე შემდეგ ხო გადატრიალება სინამდვილეში იყო იმაზე რომ აი რა ვქნა არჩევნებში ვიმარჯვებ მაგრამ მიყალბებენ არ არის ეგ მდგომარეობა არ არის ეს არის შენი როგორც პოლიტიკური პარტიის პრობლემა რომ შენ ვერ ახდენ საზოგადოებისთვის იმ მესიჯების თქმას ანუ ნახეთ აი ახლა ავიღოთ ბოლო რავი 2 ახალი წლის შემდეგ პერიოდი ხო რამოდენიმე ინიციატივა იყო ხო აი ფასებზე იყო ინიციატივა კიდე სხვა ხო შეიძლებოდა ანუ დაკვირვებოდა ოპოზიცია და საზოგადოების განწყობებთან რაღაცა მიახლოებული ეთქვა არც ერთ შემთხვევაში არ თქვა საზოგადოების განწყობებთან მიახლოებული რაღაცა კრიტიკა როგორ არ არსებობს ესეთი კრიტიკა არსებობს კრიტიკა მაგრამ არ აწარმოებს ეს ოპოზიცია მაგ მხარეს არ მუშაობს ქართულ საზოგადოებაზე და ეხლა ვიღაცა ევროპელი რაღაც ბიუროკრატი რას იტყვის რას ეტყვის ეს ამიტომ არჩევნებს ვერ გაიმარჯვებ ეს ლოგიკურია ამიტომ ბუნებრივად დადგა კრიზისული ეხლა პრობლემა აქვს ქართულ პოლიტიკაში კრიზისი არის მდგომარეობს იმაში რომ ნუ ოპოზიცია საჭიროა გინდა არ გინდა ესე არის რომ გჭირდება შენ ვიღაცა ვინც ყველაფერს ვერ დაენახავდა რაღაც სადღაც წინააღმდეგობა უნდა იყოს სადღაც არგუმენტები უნდა იყოს და ასე შემდეგ და უნდა გაჩნდეს რაღაც ოპოზიცია რომელიც დამბალანსებელი სისტემის ნაწილი იქნება და ამ შემთხვევაში იქნება რომ რაღაცა იქ რაღაცას თავრობა დაინახავს რაღაცას ვერ დაინახავს და ოპოზიცია შეავს აქედან გამომდინარე ჩვენ ვდგებით ახალ რეალობის წინაშე და ეს ახალი რეალობა აი მოკლედ მინდა საერთაშორისო იმაზეც თქვა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას ბევრი სახელმწიფო და ბევრი ორგანიზაცია. ჩვენ არ გვეუბნებს რომ ეს არის მარტო უკრაინის ომი. აქ დგას იმის საკითხიც რომ ევროკავშირი იარსებებს თუ არ იარსებებს. გაერო იარსებებს თუ არ იარსებებს. პატარა სახელმწიფოებზე აღარაა უკვე საუბარი, ხო? ისეთ სახელმწიფოებზე როგორც თვითონ უკრაინა, ტაივანი არის. იქ კიდე ეთნოსებზე არის საუბარი, ხო? ღაზა სექტორზეა საუბარი კიდე. ანუ დგას მთელი რიგი ეგზისტენციალური გამოწვევებია, რომ ჩვენ ირგვლივ. და ამ დროს, როდესაც შენ რაღაცა ისეთი ამ ყველაფერს არიდებ თავს და საუბრობ, აი იმ დებატებზე ალბათ გვახსოვთ, რომ პაპუაშვილი ძალიან მაგრად უთხრა. პაპუაშვილი უებრებოდ, თქვენ ისო ძველი პერიოდი, აბა ძალიან მაგრად უთხრა. ეს ძალიან ადეკვატური რაღაცა რომ მე საუბრე ამ რეალობაზე, სხვა რეალობა არის. და მე რატო ვიღებ ამ კანონს, რომ ამ რეალობისგან დავიცვა რა. ძალიან კარგად უთხრა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ძალიან კარგად უთხრა, იმათ. და დღევანდელი რეალობა კვლავ ვიმეორებ რა ეს არ არის ისეთი მდგომარეობა რომელსაც რაღაცა უნდა აგდებულად შევხედოთ ეს არის ძალიან რისკიანი ეპოქა და შენ ოპოზიციონერებს ყველა პოლიტიკოს თუ არ ეცოდინე შინაგან თუ არ ექნება ეს გამჯდარი საზოგადოებას გამჯდარია ეს უკვე იქამდე შანსი არა შენ რაღაცა წარმატებული პოლიტიკოსი ერქოს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზოგადოებაში არის მომწიფებული და ხელისუფლება თანდათან იწყებს მზარდ რეჟიმში ამაზე შესაბამის რეაქციებს და შესაბამის ინიციატივებს პოზიტიურ დღის წესრიგზე. ეს და ბევრი რაღაც ისედზე, რაც აი ამ მართლა აი ამ რევოლუციებთან და ამ ეპშტეინის სულიერ ძმებთან და დებთან ბრძოლაში ჩვენ რაღაცა საკითხები ვერ მიეხედა. ბუნებრივია, ხო? ანუ ნებისმიერ სისტემას აქვს რაღაც სიმძლავრეები, ხო, რომლის მიღმაც ის ვერ მუშაობს. რესურსი, რასე ვთქვათ, ან უბრალოდ ან მართლა ხო ეს არის ადამიანების შეერთება. ხო, სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოც არის ადამიანების ძალიან კარგი და ორგანიზებული ადამიანები, მაგრამ მაინც ადამიანის ერთობა, რომელსაც აი როცა აქ აი ძალიან დიდი ეგზისტენციური გამოწვევა შეიძლება რაღაცა თემებზე იმ ენერგიას ვერ მიმართავს და ეხლა ესეთი ენერგია არის გამოთავისუფლებული. და ეს მე მგონია რომ ეს ქართული საზოგადოება ითხოვს მათ შორის აი მერიტოკრატიულ პრინციპსაც, როცა რაღაცა ღირსების მიხედვით უნდა ხდებოდეს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო. იყო ითხოვს იგივე განათლებას, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ განათლების სისტემა მართლა ცუდ დღეში ჩავარდა. იამ ლიბერალურ განათლების სისტემა, ხო? რეფორმა აუცილებელია. ხო, ანუ აუცილებელია რეფორმა, აუცილებელია იმის გაკეთება, რომ მართლა ქართული განათლების სისტემა არ იყოს ევროკავშირის პატრიოტების სამჭედლო და ამერიკის პატრიოტების სამჭედლო. იმიტომ კი არა რომ როგორც ასეთი რომელიღაცა ცალკე ვერჩი. ცხადია ვერჩი რაღაცეებში, მაგრამ უბრალოდ ვამბობ რა, ანუ არ უნდა იყოს, მე ვიცი რომ ქართული უნივერსიტეტების უდიდესი უმრავლესობა არის სამჭედლო ამერიკის შეერთებულ შტატების და ევროკავშირის პატრიოტების და ეს არის ძალიან ცუდი და ეს ძალიან ცუდად უტრიალდება სახელმწიფოს. კი ბატონო. რა თქმა უნდა. საზოგადოება კარგად ერთი რომ ხედავს და მეორე კიდე გრძნობს, როდის არის მომწიფებული სიტუაცია საიმისოდ, ხო?
ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართულები, ეხლა ბეწვის ხიძზე დავდივარ და მაშინ არავის არ ქონია რაღაცა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რაც თქვა ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა და დაიწყო. ანუ პოზიტივ წინა წლის ბოლოს ხო ამოვდით ჩვენ რომ უკვე შემდეგი წლიდან ფონი ჩანდა საიმისო რომ პოზიტიურ დღის წესრიგზე უნდა გადასულიყო ხელისუფლება და უკვე ქვეყანასთან მიმართებაში უნდა ეზრუნა განათლებაზე, სოციალურ პრობლემებზე და ასე შემდეგ ის რაც საზოგადოებას აუცილებლად ჭირდება. პირველ რიგში ჭირდება მშვიდობა და კეთილდღეობა და ამ კეთილდღეობას რა თქმა უნდა მოყვება ის სოციალური პრობლემების მოგვარება. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება. მეტი არაფერი. ეხლა ხელისუფლება და იმ ოპოზიციაზე საუბრობდით და ორი სიტყვით აუცილებლად უნდა თქვა რა განსხვავებაა. უყურეთ ორი დღის წინ მოვისმინე ოპოზიციონერებს რაღაც კითხვას უსვამდნენ რომ აი შეერთებულმა შტატებმა მაგალითად ამხილა ევროკავშირი იმასთან მიმართებაში რომ სხვა ქვეყნის არჩევნებში ერეოდნენ, საბოტაჟს აწყობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თქვათ, აგერ იმაში რუმინეთში მაგალითად დაადასტურა იურიდიულმა კომისიამ შეერთებული შტატებისა რომ მაშინ რუმინეთში არჩევნებში ჩაერევლნენ და დააბრალეს რომ ეს იყო ვითომ რუსული, სინამდვილეში იქ არაფერი რუსული არ ყოფილა, ასე უნდოდა და ასე გააკეთეს. აი ეს გამოჩნდა მოსამართლეები რომ ყავდათ დანიშნულები და ასე ანუ ტყუილი ფაქტიურად ხო უთხრეს რომ აი არჩევნებში ჩაერევლნენ, იქ ჩაერევლნენ, აქ ჩაერევლნენ და ამის გამო აკრიტიკებს შეერთებული შტატები. პასუხი უყურეთ როგორი იყო. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთმანეთში მორიგდებიანო, კაცო ეგ პრობლემა არ არისო. დღეს იქნებოდი ხვალ. ანუ ისინი ერთმანეთში მორიგდებიანო, მაგრამ ის რომ თქვა ქვეყნებში ჩაერია რუმინეთში ფაქტიურად ქვეყნის ბედი შეუცვალეს, გადაწყვიტეს როგორც უნდა სუვერენიტეტი, ანუ აი დააკრინეს და აღარ მინდა ეხლა თქვა რაღაცა იმ ქვეყნის მიმართ. ანუ ის თურმე არაფერი არ ყოფილა, აი ჩვეულებრივი მაგალითი სექტანტი არა, სექტანტი კერპთაყვანისმცემელი, ჩვეულებრივი. ევროპა არის იმისთვის რაღაცა კერპი და არ აინტერესებს, საერთოდ არ აინტერესებს, თუნდაც იქცევა თუ კარგად იქცევა. აი ესეთი მაგალითი არის რა ის ერთ-ერთი მაგათგანი ნაძირალათაგანი ელისაშვილი რომ ამბობდა ჯერო ლანძღავდა იმ ბანკირს და ხაზარაძესო ახლა გაუბედურე გაასაცვა ქონებები წაართვი რაღაცა და მე მივიდა რომ მაპატიე ძმაო კი არა მე ჩვენ გვეუბნებოდა რომ ხო მაპატიეო ვისი აპატიე შემამაცხონებულო თუ ხალხს ძარცვავდა და მე იმ ხალხთან მოდიან და ხმებს თხოვენ გაიგე რომ ხმა მომეწით რომ მე პარლამენტში მოხვდეო აი ზუსტად აი ესეთი აბსურდია და თავმოყარეობა არ აქვს ნული არც ღირსება არ გააჩნიათ არაფერი არ გააჩნიათ და ეხლა საზოგადოება ხო ხედავს მაგას რანაირად შეიძლება აი თუნდაც ამ ორი პატარა მაგალითის გამო რანაირად შეიძლება რომ ეს ხალხი რაღაცნაირად მოიყვანონ ხელისუფლებაში არ შეიძლება ეხლა ხელისუფლება რას აკეთებს უყურეთ წინაზე ვთქვით დებატებთან დაკავშირებით ერთი რომ დებატის დროს თავარი პრობლემა ახლა წეგან საუბრობთ რომ ოპოზიცია არ არის და ოპოზიციას აძლევს შანსს იმ ოპოზიციას არა საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც შეუძლია გარდა პოლიტიკისა დარგობრივათაც ისაუბროს რაღაც დებატებში და დარგობრივი პოლიტიკით და ჩვენ მაგალითად საზოგადოებამ დაინახოს ბევრ არგუმენტებია ხო რა კარი გოგოა და ასე შემდეგ ეს იყოს ხო არგუმენტირებული ბაზარი იყოს ეს იყოს იმისი პერსპექტივას აძლევენ რომ ხვალ და ზეგ თქვა ხელისუფლება რაღაცა ფორმით ამ ხალხმა ჩაანაცვლოს. ანუ შენ რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანს არ გქონდა იმის საშუალება ტელევიზიაში ვიღაცას მიეწვიე რაღაცა შენი ინტერესი გამოხატოს. ახლა მაგის საშუალებას გაძლევენ ეს არის აუცილებელი ანუ მეტი დემოკრატიულობა მაჩვენებთ ქვეყანაში ხელისუფლება რომელიც დღეს თეთრ-ცხენზე ზის ამ ხელისუფლების მომრევი არ არის მინიმუმ 2 არჩევნები არავინ და მერეც კიდე ისე კი არა რომ მოერევია შეიძლება რაღაცნაირად ნელ-ნელა ჩანაცვლება დაიწყოს აი ეს არის რაღაცა დაახლოებით მონახაზი არ არის დღესვე აკეთებს იმას რომ წარმოუჩინოს საზოგადოებას ახალ-ახალი ალტერნატიული აზრი პარლამენტის თავმჯდომარე გიждდება დებატებში რა გინდა ხატჩორზე არის მარტივი გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო რესპუბლიკაში ძალიან მაგარი ეს ერთი და უყურე მეორე კიდე რა არის ჩვენ ხო კარგად ვიცით რომ ეს ხალხი ქვეყნის განვითარებას ყველა კონტექსტში აფერხებდა და მათ შორის თუნდაც აი ეკონომიკასთან და სოციალურ პრობლემებთან მიმართებაში. ხო? მაგალითად 200 კაციან ჯგუფს რომ ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაცა
პრეტენზია გქონდეს თუნდაც ნებისმიერ დარგობრივ თემასთან დაკავშირებით და გამოსულიყო ქუჩაში, ხო იმათ ხო ამოუდგებოდნენ ეს რაღაც ნაციონალები, ეს აკაცუკები, მამაძაღლები და სხვა კონტექსტში გადაიზრდებოდა ეს ყველაფერი. ამის გამო ხალხი თავს იკავებდა. ბევრი ადამიანი. ეხლა უყურე იმ ხალხს მიეცა საშუალება, იქ კი აღარ გავიდეს ქუჩაში კი აღარ დადგეს, რომ იქიდან გამოიყოს რამდენიმე ჯგუფი, მივიდეს და სტუდიაში ლაპარაკოს იმ პრობლემებზე. ეს არის დემოკრატიულობის პრინციპის უმაღლესი გამოვლინება და ერთ იმ კანონთან დაკავშირებითაც შავა ახალი ინიციატივა რომელიც არის, ეს არის ეს ინიციატივა მოდის იმ გამჭვირვალობის კანონის გაგრძელება ზუსტად. ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ისევე საჭიროა, როგორც ის თუნდაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულია ეს მიღებული შემზღუდავი ნორმები. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ რასაც ახლა საუბრობთ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან იმ ევროკავშირში და იციან ამ ჩვენმა იმათ რა ბედოვლათებმაც რომ ესენი ხელისუფლებაში ვერაფრის დიდებით ვერ მოხვდებიან არჩევნების გზით. ამიტომ თავარი არის საბოტაჟი. რომ რაღაცა არ საბოტაჟი რო გამოდის. არა, არ გამოდის, მაგრამ ხო უნდა აურიონ რა გონება. აი რევოლუციის პრინციპები რაც არის თავარი რომ ქვეყანა რო უნდა შეაყალონ და საზოგადოებას გაუჩინოს აზრები უნდა გაუჩინოს საზოგადოებას რომ არაფრის მაქნისები და ასე შემდეგ ასე შემდეგ. ანუ ამებს ცდილობენ და ეს უნდა რა თქმა უნდა ჩაიკეტოს. ერთი რომ შენ თუ ცხოვრობ ქვეყანაში ვარდებული ხარო კონსტიტუციას უნდა დაემორჩილო. ერთი ხმითაც რომ მოიგოს რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა ზუსტად პირდაპირ მნიშვნელობით ვიძახი ერთი ხმით ვარდებული ხარ რომ ის შეიძლება სულაც არ მოგწონდეს ხო არასოდეს მე ჩემ პრეზიდენტად არ ვთვლიდი სააკაშვილს მაგრამ მე კონსტიტუციის წინააღმდეგ არასოდეს არ წავსულვარ და ვემორჩილებოდი კანონსაც და კონსტიტუციასაც. ანუ დღეს ესენი რაც გვეუბნებიან იცი რომ მე ვარ ალტერნატიული რაღაც აგერ პრეზიდენტია ჩვენ ვართ პარლამენტი არ ვაღიარებთ ეს ფიტაღიარებული ლინიას მაგათ უნდა გადააკეთონ სახელმწიფო. ზუსტად რომ საზოგადოებას გაუჩინონ ხო ხვდები რომ შეაყანყალონ საზოგადოება რომ არ ყოფილა ეს ხელისუფლება ხარი არ არის მთავრობის პრემია. ანუ იმ მილიონო ასოციაციას კაცეუნა რომ შენ ხარ ბიომასა და შენ რა ის არ მაინტერესებს. ამას ცდილობენ. ეხლა უყურეთ ეს ამე სიახლე კი არ არის რომ გერმანიაში ფაქტი ვიცით რომ აგერ აკრძალეს და დაიჭირეს კიდევაც ხელმძღვანელი ესპანეთში არის ანალოგიური კანონები მიღებული და სხვათა შორის ესპანეთში არის ეგეთი ჩანაწერია ვინც აი მაგალითად ჩვენი ბედოვლათი სალომე ზურაბიშვილი დადის ატრიბუტიკით მაგის გამო იჭერენ რომ მან თემპერატურის პრობლემა იტალიაშია ბატონო საფრანგეთშია მაგასთან დაკავშირებით ანუ ვინც არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას და ვინც არ აღიარებს თქვა კონსტიტუციურ ორგანოებს და ამას მოუწოდებს ერთია და შეურაცხყოფს იმაზე იჭერენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და დღეს ჩვენ გვეუბნებიან თურმე რომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ამათ არ ვემორჩილები იმას რა ქვია ძალოვან სტრუქტურებს კანონს არ ვემორჩილები კონსტიტუციას არ ვემორჩილები ამათმა უნდა იარონ იძახონ და ქვეყანა უნდა აყანყალონ. არა ბატონო ეს არის პრინციპი დემოკრატიისა რომ ხელისუფლების ვალდებულება ყველაფერი მოაქციონ კანონის მიერ ჩარჩოში სამართლიანად. დამტკიცებული ესეც იქნება. მეგობრებო აუცილებლად იქნება. ჩვენ გადაცემა დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მოვალ შაბათს შევხვდებით კარგად გრძანდებოდეთ.